აჭარაში მალე სოციალურად დაუცველი უსახლკარო და სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის დეტალური შესწავლა დაიწყება. კვლევის შედეგების საფუძველზე კი განისაზღვრება ბინათმშენებლობის ფონდის შექმნისა და ფუნქციონირების პრინციპები. ბინათმშენებლობის ფონდი კონკრეტული კატეგორიის მოსახლეობისათვის იაფი და გრძელვადიანი გადახდის პირობით საცხოვრებელი ბინების გადაცემაზე იმუშავებს. შეჭირვებული ოჯახების კვლევას აჭარის მთავრობის თანადაფინანსებით შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო განახორციელებს. თანამშრომლობის დოკუმენტს ხელი დღეს არჩილ ხაბაძემ ფონდის ხელმძღვანელობასა და სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტთან მოაწერა. კვლევა 3 თვის განმავლობაში იწარმოებს. 1700-მდე რესპონდენტი გამოიკითხება ამ პროგრამის ფარგლებში და ჩვენ გვექნება ზუსტი მექანიზმი თუ როგორ ვის და რა შემთხვევებში უნდა გავცეთ ჩვენ ბინები თუ სხვა კომპენსაციები. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, უპრეცედენტოა ჩემი აზრით აჭარის ავტონომიის რესპუბლიკის რეალობაში და ამ პროცესის შემდეგ, დასრულების შემდეგ, რომელიც როგორც ვიცი ივლისში უნდა დასრულდეს, პრეზენტაცია მოხდა მისი ბათუმშიც და თბილისშიც, ამის შემდეგ ჩვენ შევძლებთ უბრალოდ ასე ვთქვათ ამ პროგრამის ფარგლებში მუშაობა. იქნება რაოდენობრივი გამოკითხვა, ანუ გამოკითხვა იქნება ინტერვიუს სახით ყველა იმ ჯგუფის წარმომადგენელთან, რომელიც მოიაზრება როგორც პოტენციური ბენეფიციარი ამ სოციალური სერვისის. ეს არის დაახლოებით 3 თვიანი პროექტი, ამიტომ 3 თვის ბოლოს ჩვენ გვეცოდინება საზოგადოების რომელი სამიზნე სეგმენტი, რა სეგმენტს რა დამოკიდებულებები გააჩნიათ, როგორ პასუხობს აჭარის მთავრობა ამ დამოკიდებულებებს. ბინათმშენებლობის ფონდის შექმნა ერთი წელი ამაზე ვმუშაობთ, წელიწადნახევარი რაც ვმუშაობთ, უბრალოდ გვინდოდა მაქსიმალურად კვლევებზე დაფუძნებული იყოს მისი განხორციელება, ამიტომ შვეიცარიის განვითარების სააგენტო ამოგიდგა ხარში და მათი მეშვეობით ჩვენ შევძლებთ გავიგოთ ინფორმაცია მოსახლეობაში თუ რამდენად შეძლებენ ისინი ჩვენი მიერ დასახული მიზნების განხორციელებაში მონაწილეობას. მოხსნისთვის მზაობა ამ ხელისუფლებას გააჩნია, ეს არის მთავარი ამ შემთხვევაში და დანარჩენი უკვე ტექნიკური ნაწილი იქნება.